მოვიგეთ თან საქართველოში მამო გადავდებით გვერდზე და ეს არის ჩვენი მოვალეობა რომ განვიხილოთ კომისიამ და ძალიან აღმოთავრებიან პროცესს განიხილეთ მაგრამ გეუბნებით აი მერვეობლიდან ყველა ამომრჩეველი ხვალ იქნება აქ ვინც მე ხმა მომცა მერვეობაზე რაც ხდებოდა დილიდანვე თქვენ იცით აბსოლუტურად მეხუთეობაზე იცით რაც ხდებოდა მაქსიმალურად ეს არჩევნები გავიგე მაქსიმალურად ვეცადეთ მერვეობაზე რაც ხდებოდა ყოველგვარი რა თქმა უნდა დავწერდით ნუ გაბა აღიარებთ მერვეობნის შედეგებს ან გეუბნებით ყველა ამომრჩეველი აქ თქვენ რა იცით ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ თავარია ოქმი არ იყოს გადასწორებული, რაღაცები არ იყოს მიწერილი. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოქმები იყო ეგა და ეხლა რაც შეეხება პატარა შესწორებებია, ეს ყველგან ხდება. აი შესწორებებსაც ვია ხმა იკარგება თუ რა. არა. ასწორებიდი მაშინ. ხმა როგორ უნდა დაიკარგო? ხმა თუ დაიკარგა, მაშინ ბათილია. რა ხმა უნდა დაიკარგო? იყო ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ განსაკუთრებით სოფლებში არჩევნები ფალსიფიცირება მომხდარიყო. მე მინდა გითხრათ, რომ იმ უბნებზე ჩვენ სადაც წავაგეთ არჩევნები მე ვიცი რომ იქაც მოვიგეთ მაგრამ რაღაც კარუსელები დაატრიალეს ასევე იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რაზეც ჩვენ მქონდა უპირობო ინფორმაცია მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მაინც ჩვენ გამარჯვებაში და ელისო ჩაფიცემ 978 ხმით დაამარცხა პალიკო გუბრაშვილი და ყველაზე მეტად გამიხარდა ის რომ საკუთარ კორპუსში და საკუთარ უბანში პალიკო გუბლაშვილმა წააგო ელისო ჩაფიცესთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეშახტეებმა მისცეს ელისოს ხმა ყიბულში დიდი სიხარული არის სამართლიანია მიზეიმა და მე მიულოცავ ელისოს ამდენ წარმატებას უზევ წინსვლას და ემსახურო ჩვენ ქალაქს ჩვენ ქვეყანას ღირსეულად და წვლილი შეიტანო ჩვენ ქალაქს ჩვენ ბედნიერ ცხოვრებაში მე ულოცავ დავლოცავ აკურთხებ და ყველას დავლოცავ ჩვენ მთელ ყიბულს დავლოცავ ყველას აბსოლუტურად ამდენ სიხარულს ყველა ბევრი იზიარებს და ერთობით მადლობა უთხრა უფალ ღმერთს აი ამ დიდი წყალობისათვის და ვლოცავ ყველას ტყიბულისთვის ელისო ჩაფიძის გამარჯვება ნიშნავს რომ ტყიბულში გაიმარჯვა საღრმა აზრმა ტყიბულში გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე ყველა ტყიბულელს უხდი მადლობას რომ განასხვავა ეს ორი ცნება ერთმანეთისაგან რას მოელით მისგან როგორი მაჟორიტარი იქნება უბწყინვალესი პიროვნება არის და აქედან გამომდინარე არის ძლიერი პროფესიონალი თავის დარგში იქნება საუკეთესო მაჟორიტარი რაც კი ყოლია ტყიბულს ოდესმე დეპუტატად ისეთ სიყვარულს გრძნობდი ხალხისგან ელისოს მიმართ რომ მე ფაქტურად აი ამ ხალხმა შემოყვარა თორემ მე ელისო გავიცანი და ნაზი შამანაურის პრიზი როცა მიიღო იმ დღიდან დაუდექი ელისოს გვერდში და ის ნაზი შამანაურის პრიზიც ხალხის სიყვარულის დასტური იყო. მე როცა ტყიბულში დასახელდა უკვე მაჟორიტარად, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა. 1050 მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ვარ აი ამ შვენიერი ადამიანების წარმომადგენელი, ადამიანებისა, რომლებიც არ გაიყიდნენ და რომლებიც ბოლომდე დამიდგნენ გვერდში. ეს ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიქნები მათი თანამოქალაქე და მათთან ერთად გავიზიარებ ყველა იმ პრობლემას და დავაყენებ პარლამენტის და ქვეყნის ხელისუფლების წინაშე, რაც ტყიბულელებს აწუხებთ და მე მინდა ვიყო
გამორჩეული მაჟორიტარი იმ თვალსაზრისით, რომ ვემსახუროთ ჩემს რაიონის იმ ხალხს, რომელმაც თავისი ძალღონის ყველა პრობლემის მიუხედავად დაიცვა ჩემი ხმები, ბოლომდე დამიდგა გვერდით. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ტყიბულელს. ტყიბული იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად კონტროლირებადი ქალაქი. ტყიბულს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი კლანი მართავდა. და მე მგონია, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ჩემი მხრიდან ამ კლანის მმართველობის დასასრულებლად. თუმცა წინ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მე ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ ტყიბულელები ასეთ ცუდად არ უნდა ცხოვრობდნენ ასეთ მდიდარ რეგიონში, ასეთი დიდი ბუნებრივი რესურსების მქონე რეგიონში და მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ აქ ჩაიდოს ინვესტიციები, ეკონომიკა აღორძინდეს, ხალხი დასაქმდეს და ის რომ ადამიანებმა იგრძნონ თავი ღირსეულად, ღირსეული ქალაქისა და სახელმწიფოს მოქალაქეებად.